თბილისის საკრებულოს დეპუტატები დაკითხვაზე არიან დაბარებული. დედაქალაქის თვითმმართველობის წევრების დაკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 3 საათზე დაინიშნა. მანამდე კი საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ამ თემაზე საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც ახლა ბექამ ჭედლიშვილი გაგვაცნობს. გიორგი საუბარს დავიწყებ ახალი ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელიც დაკითხვაზე 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, უკვე დატოვა შენობა. წერეთელს, დავით წერეთელს ჩვენთან არ გაუკეთებია განცხადება და არც შესაბამისად ჩვენც უცნობია რა თემასთან დაკავშირებით იკითხებოდა ის. ასევე რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დაკითხვის შემდეგ ვახტანგ საგარეიშვილი, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი და ჩვენ მასთან შევეცდებით რომ ჩავწეროთ ინტერვიუ და უკვე მოგვიანებით შემოგთავაზებთ. რაც შეეხება კიდევ ერთ დეპუტატ ხვიჩა სანაიას, ის ცოტა ხნის წინ მოვიდა უწყებასთან, თუმცა შენობაში არ შესულა, მან გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ის არის საგამოძიებო უწყებაში უკვე მეშვიდე დაბარებული, კონკრეტული თემის შესახებ რაზე უნდა დაკითხონ ის, არც ხვიჩა სანაიას ამ თემაზე არ უსაუბრია. ასევე საგამოძიებო უწყებასთან ცოტა ხნის წინ მოვიდნენ საკრებულოს სხვა დეპუტატები, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ დეპუტატებს, რომლებიც იმყოფებიან დაკითხვაზე. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული, აუვალ გავარკვევ. პირადად დამიკავშირებთ, ხო ეს რაღაც დასასრულებლად მოვსულიყავი ფინანსურ პოლიციაში. ასეხებოდა მხოლოდ ჩემ პარტიულ საქმიანობას და ჩემს მოღვაწეობას ფრაქციაში, საკრებულოში მეტი. უბრალოდ ფილ სერვისის ჯგუფთან და წინასაარჩევნო დაკავშირებით შეგვიძლია. კი, ერთხელ იყო შეკითხვა, მაგრამ ამუწურავი პასუხები იქნა გაცემული. ეწოლა ეს განხორციელებული თქვენ გიქონეთ? ყველა საკრებულოს ხდომაზე, ხდომის წინ უბრალოდ ხდება ჩემი დაბარებები პირადად და აქედან გამომდინარე სხვა ვარაუდი მე არ გამოჩნია. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ერთ-ერთი ფრაგმენტი ამ დევნის. ეს დევნა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მას შემდგომ, რაც ნაციონალურ მოძრაობამ დაანონსა 19 აპრილის მიტინგი. დღეისათვის დაბარებულია 3 ადამიანი, საკრებულოს წევრები, ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციის წევრები, მათგან ერთ-ერთი უკვე მეშვიდე ჯერ. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლო დღეებში სუსტად არის საკრებულოს ხდომები, კომისიის ხდომები და პირდაპირ ეშლებათ კომისიებთან თვითონ საკრებულოს მუშაობაში ხელი. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს დევნა გრძელდება კონკრეტულ ადამიანებზე. საგამოძიებო სამსახური დღესდღეობით ასრულებს პოლიტიკური ინკვიზიციის ფუნქციებს, ეს არის განსხვავებული აზრის დევნა, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერანაირი პოლიტიკური რეპრესიებით ვერავინ ვერ მიაღწევს ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის და ოპოზიციური შეხედულებების ლიკვიდაციას პირდაპირ ვიტყვი, ეს არის რეალობა და ყველა ამას უნდა შეეგუოს. საკრებულოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ასევე თბილისის მერის მოადგილემ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა, როგორც სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, მიმდინარეობს ზეწოლა საკრებულოში, თუმცა მას კონკრეტულ ფაქტებზე დღეს არ უსაუბრია. ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილება პოლიტიკური პლატფორმისა ნიშნავს იმას, რომ მათზე ხდება ზემოქმედება და ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ქარტიის საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმ შემთხვევაშიდაც კი თუ სიტუაცია იქნება ისეთი, რომ პირადი ზემოქმედების გარეშე ხდება ეს, ანუ საერთო კლიმატი იქნება ისეთი, რომ ადამიანებმა მოახდინონ კონცენტრაცია, უჩუმრად დაიშალოს ოპოზიციური ძალა, ეს არის იმ პოლიტიკური ამინდის შედეგი, რომელიც არის და სწორედ ეს გახდა კრიტიკის შედეგი და ჩათვლილი იქნა ობსტრუქციად იმის წინააღმდეგ, რომ იმოქმედოს ადგილობრივ თვითმმართველობებმა. როგორც უკვე გითხარით, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ხვიჩა სანაია ცოტა ხნის წინ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში, მისი დაკითხვა უნდა დაწყებულიყო ამ წუთებში, თუმცა როგორც რამდენიმე წუთის წინ ჩემთვის გახდა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მას დღეს აღარ დაკითხავენ. ეს ინფორმაცია ჩვენ თავად სანაიამ რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდა, რა გახდა ამის მიზეზი, ამის გარკვევას ჩვენ შევეცდებით და ინფორმაცია შემდეგ გამოშვებებში მოგაწვდით.